დაკავებულები არიან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორი სტუდენტი, როგორც მადლზე მყოფი აქციის მონაწილეები გვეუბნებიან და ერთ-ერთი აქციის მონაწილე ჩვენ ბუნებრივად ავინტერესდით თუ რა გახდა მათი დაკავების მიზეზი და როგორც აქციის მონაწილეები გვეუბნებიან, სტუდენტები ცდილობდნენ საქართველოს პარლამენტთან პასმასის სკამების მიტანას, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ისინი შეაჩერეს რამდენიმე წუთის განმავლობაში არ ყვევდნენ როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რომ გაარკვევდნენ დეტალებს და შემდეგ უკვე მეტყოდნენ, მისცემდნენ თუ არა უფლებას, რომ ეს სკამები დაედგათ საქართველოს პარლამენტთან. ეს რამდენიმე წუთი გაგრძელდა, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ და შემდეგ უკვე ორი სტუდენტი, რომლებიც დააკავეს, როგორც ამბობენ, აქ ადგილზე დაჯდა ამ ორ სკამზე და მარაძლევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების უფლებას, რომ ეს სკამები ტერიტორიიდან გაეტანათ, რის გამოც, როგორც ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ პოლიციელებმა ჩათვალეს ეს დაუმორჩილებლობად და ეს ორი სტუდენტი დააკავეს. შემდეგ უკვე ამას მოჰყვა ერთ-ერთი აქციის მონაწილის პროტესტი და მესამე პირი სწორედ ეს ადამიანი გახდა, ვინც დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ჯერჯერობით უცნობია ჩვენთვის თუ რა მუხლით არიან დაკავებული აქციის მონაწილეები. ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გავრცელებია. ევრონის ჯორჯია არ ყვევს დეტალებს და როგორც კი გვექნება ინფორმაცია უწყებისგან, მაშინ შემოგთავაზებთ. მანამდე კი მოусმინოთ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ და რომლებიც საუბრობენ დაკავების დეტალებს. პოლიციელები რა თქმა უნდა არ განმარტავდნენ, რა კანონს არ ყვევდნენ, ამბობდნენ, რომ ეს პლასმასის სკამები არის საფრთხის შემცველი და ამიტომ არ უნდა შემოიტანონ. როცა ეკითხებოდა ხალხი, რომ რა მუხლით, რატო არის, ამაზე პასუხი არ იყო და ერთ-ერთი პოლიციელი ეუბნება, ეს სკამები წაიღე თუ არა და დაგაკავებ დაუმორჩილებლობის გამო. ამის მერე დააცხრნენ, ან პირდაპირ მნიშვნელობით დააცხრნენ, ძალიან ბევრნი იყვნენ, დააცხრნენ ამ გოგოებს და ძალიან უხეში ძალით ჩატენეს მანქანაში. და მწეხლებით ჩატენეს ფაქტიურად და იდგა ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც მანამდეც ეკითხებოდა, რომ აგვიხსენით რა, ძალიან მშვიდად, ძალიან გაწონასწორებლად, საერთოდ არ უწევია ხმას ამ ბიჭს და ეს გოგოები რო ჩატენეს, ამ ბიჭმა ისევ კითხა, რომ რის გამო დააკავეთ და დაუკრა ტაში. შემდეგ ეს ბიჭიც ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს. რომელ კანონში წერია დამიდონ კანონი და მითხრა, რომ პარლამენტის წინ არ შეიძლება სკამი. მარტო იმიტომ, რომ მოხუცები და მშობლები დავსვათ, ჩვენ ხო არ უჯდებით. მე 24/7-ზე დავდგები, ფეხზე ვიდგები, მაგრამ მშობლებს ხო არ შეუძლიათ ამდენი. ყოველ დღე ხდება ასეთი რაღაცეები, ყოველ დღე იჭერენ. ჩემს თვალწინ დაიჭირეს ჩემი მეგობრები და უსუსურობას გრძნობ, იმის გამო, რომ მე მათ ვერ დავეხმარე. ამიტომ გამოდით რიცხობრივად, ბევრი რომ ვიქნებით, ამდენს ვერ გაბედავენ. ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია. გამოდით და ყველას ვაჩვენოთ, რომ ეს საქართველო და ეს პარლამენტი ჩვენია.